მოდი აგვამხიარულეთ. წავედით. არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა. დმანისიდან თბილისის მიმართულებით მივდივართ ფეხით და ჩვენს ძალას ვაჩვენებთ აი ასე, რომ ჩვენ არ დავიღლებით. 122 დღესაც შეგვიძლია რომ 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. სიმართლისთვის ბოლომდე. დარჩა 97 კილომეტრი. ქვეყნის სიყვარულის მოტივით მივდივართ ამ მარშზე. 100 კილომეტრი უნდა გავიაროთ ამ 3 დღის განმავლობაში და რუსთაველზე შევალთ 31-ში. დიდი სიყვარულით, მოტივაციით და ვიცით რომ დღეს თუ არა ხვალ თუ არა ზეგ მივაღწევთ იმას, რასაც ვითხოვთ აუცილებლად. ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. გამარჯვება ხალხშია. ძალა ერთობაშია. გამარჯვება ხალხშია. ძალა ერთობაშია. მარშის და მსვლელობის დაწყების წერტილი აღმოჩნდა დმანისი რეგიონი, საიდანაც ძალიან ნაკლებად იშვიათად ისმის ხოლმე პროტესტის ხმა და ნაკლებად არის ხოლმე ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და დამატებითი მე მგონი мотиваცია აღმოჩნდა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მსვლელობაში. ცოტა უფრო მეტი ნეგატივს ველოდი და აღმოჩნდა რომ პირიქით უფრო მეტი მომხრე და გვერდში მდგომი ადამიანი ყავს და ამას გვაგრძნობინებდნენ სიგნალებით და შეძახილებით ყველგან თითქმის. Xalqa gərək ədalət, ədalət. Hər yan korrupsiya, hər an haqsızlıq. გვეხუბრებიან თქვენ თბილის გაცდებითო. გამლელები გვისიგნალებდნენ, ხელს გვიქნევდნენ და ზოგიც გაკურებული იყო, იმიტომ რომ არ მოელოდა ეს მარშს. ჩვეულებრივი დღე არის მაგათთვის გაიღვიძეს, გარეთ ისვენებენ და უცებ ჩვენ გამოდივართ და ყვირით და ზოგი უცნაური იყო, მაგრამ მაინც ის პატივისცემა და მისალმება მაინც იყო ამ გზაში. ხვდებოდი რომ ისტორიულ მარშში მონაწილეობდი, რადგანაც 100 კილომეტრს გავივლიდი, მაგრამ იმდენად შეგრძნებული არ მქონდა, რადგან რაღაც მაინც იმ ხალხთან ერთად ვიდექი, ვისთან ერთადაც ისედაც ვიბრძოდი და ამ სიარულებში, ლაპარაკებში გავარკვიე მართლა რამხელა რაღაცას ვაკეთებთ ეს ადამიანები, რომ ქვემო ქართლში პირველად ხდება ესეთი რამ და ისიც რომ ამდენნაირი ადამიანი გავიცანი, თუნდაც დღეს ცოტა აზერბაიჯანულიც ვისწავლე და შემიძლია ხალხს გავაგონო აზერბაიჯანულად რას ვაპროტესტებ, უფრო ჩამსვა იმ ისტორიულობაში და უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ამის ნაწილი ვარ. არიან კორუფცია, ჰერ ან ჰახსიზლიკ, ялსინ ოლიგარქია. მოვდივართ დმანისიდან. პირველი ადამიანის, პირველი ევროპელების სამშობლოდან. დაგხვდა ბოლნისი. ევროპისკენ პირველი გზის გამკვალავის სულხან საბას სამშობლო და დღეს დაგხვდა მარნეული პირველი ღვინის და ბორჩალოული ხალიჩების სამშობლო. ბევრი სიამაყე აქვს ჩვენს რეგიონს და ყველაფერი ეს დღეს დასაცავი გვაქვს. ჩვენ ქვემო ქართლის მარშის მონაწილეები 31 მარტს შეუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს რუსთაველზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, სამართლიანობის დასაცავად, საერთო კეთილდღეობის, უფლებების და თანასწორობის დასაცავად. პირადად მე 15 კილომეტრი რო გამოვიარე, საშინელი სახსრის ტკივილი დამეწყო ბუხტში.
და ვიფიქრე რომ ალბათ სადღაც მალე გავჩერდებოდი. მაგრამ დღეს როცა თბილისს უახლოვდებოდით, არაფერი აღარ მტკიოდა და ეს იყო ის ეიფორია, რომ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ გაერთიანება შევძელით და ერთობის ხმა შემოვიყვანეთ რუსთაველზე. ძალიან დავიღალით ყველას, გუტკიოდა კუნთები, ყველას გუტკიოდა სახსრები, წყლულები გაგვიჩნდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეხლა ეს ტკივილი უნდა ავიტანოთ, რომ მერე უფრო არ გვეტკინოს. როცა თავისუფლებას დავკარგავთ, როცა დემოკრატიულ ქვეყანას დავკარგავთ, ის უფრო მტკივნეულია. ამიტომ გვირჩევნია ეს ფიზიკური ტკივილი ავიტანოთ, მერე სულიერ და შინაგან ტკივილამდე რომ არ მივიდეთ. ვიცოდი რომ თითქმის უსასრულო გზასთან გვექნებოდა საქმე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას, არამედ მენტალურ, ფსიქოლოგიურ მომზადებას. და ის სირთულეები ჩვენ გადავყვათ ანინა ნამდვილად იმან რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ვაფასებთ. ფაქტობრივად ქვემო ხალხში პირველი ასეთი სოლიდური მრავალეთნიკური შეიძლება ითქვას მრავალკონფესიური მარში ჩატარდა. კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ ის რომ ჩვენ ლოზუნგებს აზერბაიჯანულ ენაზეც ვიძახდით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ გაფართოვდა ასე ვთქვათ სოლიდარობის აღქმა ჩვენთან და ეს ძალიან ზუსტი და სწორია. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში დღეს განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ცენტრში მდებარე პროტესტი გავრცელდა სოფლების დონეზე. გავრცელდა ძალიან რეგიონალურ დონეზე, ძალიან ლოკალურ დონეზე, ისეთ რეგიონებში მოხდა ეს, რომელიც მე ვიტყოდი საკმაოდ რაღაცა პასიურად იღებს ხოლმე მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ზოგიერთებისთვის ალბათ წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, ანუ სამშობლო გიყვარდეს ისე რომ თუნდაც აი პროტესტის ნიშნად ფეხით იარო, მაგრამ ანუ სხვა ფორმას უკვე რომ ვეღარ მიმართავ, ერთ-ერთი გამოხატვის ფორმა იყო ეს და თანაც მოლოდინი მქონდა რომ ხა ამხელა რეგიონს როცა გამოდიხარ, ხო, არ არის მარტივი და მით უმეტეს ისეთ რეგიონს, სადაც ქართულმა ოცნებმა აიღო 80%, ხმათა უმრავლესობა. და ვფიქრობდით, რომ იქნებოდა ძალიან ბევრი პროვოკაციული დახვედრები, ასე რომ ვთქვა, თუმცა აბსოლუტურად, აი რადიკალურად სხვა მდგომარეობა დახვდა, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით. გზადაგზა ერთმანეთს ვეკითხებოდით, რომ აბა მაშინ 80% როგორ? იმიტომ რომ არათუ შემხვედრი მანქანები გვხვდებოდნენ რაღაცა ძალიან დიდი მუხტით და ენერგიით, ასევე გზადაგზა შემხვედრი ხალხი გვხვდებოდა სასწაული ემოციებით, გვამხნევებდნენ, მადლობას გვიხდიდნენ ამ ყველაფრისთვის და მეზობელ სოფლებიდან მერე ურეკავდნენ ნაცნობი თუ ვინმე იყო და ეუბნებოდნენ, რომ იცით ჩვენც გელოდებოდით, რატომ არ მოხვედით? ძალიან რთული 100 კილომეტრის გავლა. თუმცა სიმართლე რო ვთქვა, უფრო მარტივი წარმომედგინა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. რატომღაც ასე მეგონა, რომ ძალიან მარტივად გამოვიდა და ახლა ვერაფრით ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს გზა დამღლელი არ იყო, ძალიან დამღლელი იყო. უბრალოდ წარმოდგენები ქონდა კიდე იმაზე, რა თავგადასავალი იქნებოდა ეს. ალბათ ყველა ჩვენ თავში ამ 100 კილომეტრის განმავლობაში ბევრჯერ ვიფიქრეთ, რომ იქნებ არღირს თავის ასეთი ტანჯვა და იქნებ რაღაცა ზღურის მერე ვეღარ უძლებთ მეც, მაგრამ ნუ ჩვენ ეს იდეა არ გვაძლევდა საშუალებას, რომ გავჩერებულიყავით და ხო ასეთი იდეების არსებობა ყოველთვის და ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. მშვიდობიან ეპოქებშიც კი. ჩვენი ამავდროულად მიზანი სხვა მიზნებთან ერთად იყო ისიც, რომ ვაჩვენოთ რეგიონების ხმას, რომ რეგიონებიც უერთდება თბილისს და იგივე მოთხოვნებს აჟღერებს და იგივე რაღაცას ითხოვს, რასაც ამ შემთხვევაში თბილისი და როგორც ბათუმი, რომლებიც დაიწყო პირველად aktsiyები. Bəli, havanın istisi, soyuğuna baxmayaraq, yağışına baxmayaraq vətəndaşlarda əhval-ruhiyyə çox yüksək səviyyədə idi. Bu mübarizə bizim gələcəyimiz üçün bu mübarizəyə davam edəcəyik yalnız və yalnız. Həqiqət gizlənilir, yəni insanların, vətəndaşların gələcəyi oğurlanır.
məqsədimiz ondan ibarət idi ki, xalqı qəflətdən oyandırmaq. Bu günləri biz hal-hazırda 3 gün idi ki, yol gəlirdik. Çox gözəl gəldik və əhali bizi çox gözəl şəkildə qarşıladılar. აუცილებლად უნდა გითხრათ ჩემი პერსონალური მადლობა. ნოემბერში უმრავლესობას, ვინც აქ გახართ, არ გიცნობდით. უზარმაზარი ემოცია მოიტანა თქვენმა შემოსვლამ ჩემს ცხოვრებაში. გადამწყვეტი ბრძოლა მიდის სამშობლოსთვის. რუსეთი გვყავს ახალ საქართველოში, რუსულ მთავრობას ვებრძვით. ეს მარტივი არ არის, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რეპრესიების მსხვერპლი ხართ და გმირობის ტოლფასია თითოეული თქვენთაგანი, რომ ამ ბრძოლაში არის ჩართული, ემახსოვრება მთელი ცხოვრება. ყველა თქვენთაგანი. ჩვენ მოხართ გაუმარ ჩვენ გაგვი